როდესაც მზე ანათებს და მზე რო ანათებს არ აძლევს სხივებს მარტო კეთილ ადამიანებს. ყველას ანათებს, ბოროტ მოქმედებსაც ანათებს მზე. და როცა წვიმა მოდის, წვიმაც ყველას ეცემა. ყველას მიწას რწყავს წვიმა, ხო? განურჩევლად ადამიანის ბუნებისა და მისი ცხონებისადმი მისი დამოკიდებულების. აი ესე იესომ ყველა დააპყრო. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავარჩიოთ ადამიანი, არ უნდა გამოვარჩიოთ იმის მიხედვით, როგორია ის, როდესაც მას სჭირდება დახმარება. ესე იგი, თუ ადამიანს სჭირდება დახმარება, მაგალითად წყალი წყურია, მაგალითად პური უნდა შია, ხო? თუ შეგვიძლია ჩვენ რა თქმა უნდა და თუ მოვინდომებთ შეგვეძლება, უნდა დავეხმაროთ. აქ არის ლაპარაკი მოწყალებაზე, რომ მოწყალება არ, ესე იგი, მოწყალებას არ აქვს საზღვრები. არც ეროვნული, არც აღსარებლობითი, სხვა აღსარებლობის ადამიანი რომ მოვიდეს, თუ შია უნდა ვაჭამოთ. აი ჩვენი კეთილი საქციელი ამ ადამიანებზე დადებითად იმოქმედებს. იესო ქრისტეს ამ საქციელმა ეს საქციელიც ვერ გაიგეს, კარგად ამათმა მოინდომეს, რომ იესო მათი მეფე გამختارიყო, რომ ესე იგი მერე მშივრები არ ყოფილიყვნენ, მარტო ამიტომ. და იესო რა თქმა უნდა თვალს მიეფარა და ვერ მოიხელთეს. მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა იესო ყველა დააპყრო და აი ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი ამ სახარებიდან არის ის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ თუ დახმარებას ოდნავ მაინც შეგვიძლია ყველა ადამიანს და ბოლოს. როდესაც იესომ ეს ხალხი დააპყრა, ხო, სავიდან სუხუთი პური იყო მარტო. დარჩა ნამუსრები, ანუ ვინც რაც ვერ შეჭამს ამას. და იესომ უთხრა, რომ მოაგროვებდეს 12 გოდური. 12 გოდური შეაგროვეს და მოციქულები ეს არ გადაყარეს, ეს საჭმელი რატომ გადაეყარათ, ხო? ნაკურთხი საჭმელი და წამოიღეს. 12-ვე მოციქული გოდორს ატარებდა. რატო იყო 12 გოდორი? 12 მოციქული იყო და მათ შორის იყო იუდა ისკარიოტელი. რომელიც ამ გოდორს ატარებდა. და როგორც მოგახსენეთ, ამ 5000 კაცში ბევრი იყო, ვინც მერე იესოს უყალატა, მაგრამ ეს არ აუშავს კიდე, ვიღაც უცხო ხალხი იყო. 12 მოციქულიდან ერთ-ერთი იუდა ისკარიოტელი გოდორს ატარებდა და იოანე ოქროპირი ეუნება მიმართავს მერე რომ იუდაო, ის მაინც არ გახსოვს, რომ ეს გოდორი რო ათრიეს სიმწრითო. 5000 კაცი რო განაძღო. აი ამ როგორ უღალატებო ქრისტეს. ეს მაინც როგორ არ გახსოვს, რომ ეს გოდორი შენატარა. მოკლედ ესე იგი არ დავივიწყოთ ეს ამბავი, რომ ერთი გზის და წყალობს და როგორც კი საშუალება მოგვეცემა დავეხმაროთ